დღეს არის შაბათი 8 ნოემბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 26 ოქტომბერი დღეს არის ხსენება წმინდა ევარისტე რომის პაპის რომლის შესახებაც გვისაუბრე ეს არის 315 საუბარი და აი ვის შესახებაც არ გვისაუბრე ახლა ჩამოგითვლით უბრალოდ დავიწყებ პირდაპირ მოგიყვებით უპირველეს ყოვლისა ეს არის გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე და აი მის შესახებ მინდა რომ მოგიყვეთ უბრალოდ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის შესახებ არის ძალიან ბევრი მასალა ძალიან ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ამიტომ მე უბრალოდ აღარ დავიწყე ესე იგი აი იქიდან გადმოღება და მოყოლა ძალიან ადვილად შეგიძლიათ მოძებნოთ გადაცემები იყო არაჩვეულებრივი მოკლედ ეს სხვა რამეს მოგიყვებით რაც მეც არ მქონდა საკითხული და რაც გონი ძალიან საინტერესოა ვიფიქრე რომ ყველაზე კარგად და ყველაზე სრულყოფილად წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის შესახებ იქნებოდა სიტყვა მის დასაფლავებაზე რომელიც წარმოთქვა ასევე მეორე უდიდესმა წმინდანმა ჩვენი დროის ეს არის უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რომელიც მაშინ იყო არქიმანდრიტი როდესაც ალექსანდრე ოქროპირიძე გარდაიცვალა ეს არის 1907 წელი და აი მაშინდელმა არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ და შემდეგში უკვე კათოლიკოს პატრიარქმა წარმოთქვა სიტყვა აი სიტყვა არის ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და ვიფიქრე რომ წაგიკითხოთ თავიდან ბოლომდე წავიკითხოთ ეს სიტყვა ყველაზე კარგად აქედან გავიგებთ ალექსანდრე ოქროპირიძის შესახებ ესე იწყება გამოსათხოვარი სიტყვა აი რა საინტერესო რაღაცას ამბობს ნახეთ ეს ხო არის გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი როცა გარდაიცვალა მაგრამ იყო აფხაზეთის ეპისკოპოსი ადრე და ეს ამბროსი ხელაია ესე ამბობს გამოსათხოვარი სიტყვა აფხაზეთის ყოფილი ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძის დაკრძალვას და იწყებს ესეთი სიცახარების სიტყვებით რომელსაც დევთავრის წირვისას არ მოთქვამენ ყოველწირვას ესრეთ ბრწყინებდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა რათა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენს აზეცათასა ყოვლადვე აცდა მარადის და გუნთიკურისა ეს არის მათეს სახარების მეხუთე თავის მე-16 მუხლი ესეც კიდევ ერთი მსხვერპლია მოკლე დროში გაუმაძღარ და შეუბრალებელ სიკვდილმა საქართველოს მოსწაცა ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე გულისხმება ის რომ 1907 წელია ეს ახლა ნოემბერია და აგვისტოში მოკლეს ილია ჭავჭავაძე 1907 წელს და ამას მოგახსენებთ მე მაგრამ ალექსანდრე ოქროპირიძე იყო ილია ჭავჭავაძის მოძღვარი მე ფოტოს გაჩვენებთ და მოკლედ აი ამას გულისხმობს ესეც კიდევ ერთი მსხვერპლია მოკლე დროში თუმცა კაცი ღვთისაგან დაწესებულ კანონს ვერ გადაუვადა ყოლად სამღვდელო ალექსანდრემ კიდევაც გადააცილა თავის ხანგრძლივი სიცოცხლით იმ ზომას რომელიც დადებულია რჩეულთათვის დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი 60 წელ და უკეთილ ძლიერებას ეშინა 80 წელ ეს არის ფსალმუნის სიტყვები 99 ფსალმუნის მე-10 მუხლია და აი ამ 80-ს გადააცილა დავით მეფე ამბობს ამას ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნეა წარმოიდგინეთ და ესე არის განსაზღვრული ადამიანის ცხოვრება რა ხო და კიდევაც მაგრამ ამნაირ ზეგარდამო მადლიცხებულ ადამიანთა მიცვალებას კაცის გული მაინც ვერ ურიგდება მას უნდა ყოველთვის ყავდეს იგი სამშობლო მხარის ნუგეშად ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს თავდადებული მოღვაწეობა
მშობლიური ეკლესიისა და სამშობლო მხარის აღორძინებისათვის უდიდესი მისაბაძი მაგალითია ჩვენ ქართველთათვის. მისი სხივოსანი, სათნოებიანი სახე მუდმივი საუკეთესო გზის მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ მეორეს ეგრეთ წინავდნენ, ასე უნდა წინავდეს. ნათელია თქვენი სინათლე წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასაო გვიბრძანებს ქრისტეს წმინდა მოძღვრება და გვითითებს ამ ღირსეულ ცხედარზე. განსვენებულის ხანგრძლივი სათნოებიან და სახელოვან მოღვაწეობაზე. განსვენებულის ამ სათნოებით სავსე ხანგრძლივი ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრების რომელ ერთხარეს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ არ ძალგვით ამ მოკლე სიტყვაში სავსებით დავახასიათოთ მისი ღირსშესანიშნავი ცხოვრების ყველა მხარე. ამისათვის საჭიროა მეტი დრო და მეტი ნიჭი და მჭერმეტყველება. განსვენებულმა ყოველ სამდელომ გვასწავლან ჩვენ, რამდენად შეიძლება ამ უგუღმარ დროშიაც ვიყოთ ნამდვილი ქრისტიანები. ქრისტიანული იდეალების მატარებელი. როგორც მატარებელი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისა, იმ სიყვარულისა, რომელიც ყველას ერთ რიგად უნდა ეფინებოდეს, არ არჩევდეს ახლობელს და ახლობელს არაახლობელისაგან, რომელიც უნდა ავიწყებინებდეს პირად ინტერესებს და აბედვინებდეს სიცოცხლის შეწირვას მოყვასისათვის. როგორც მატარებელი ამნაირი სიყვარულისა, ის თავის ცხოვრებით გვიმტკიცებს, რომ ეს ქრისტიანის ქრისტესაგან მისი მიმდევართათვის დახატული იდეალი ამ ქვეყნად შესაძლებელია განხორციელდეს. ჯერ ისევ სტუდენტობის დროს, როდესაც ყაზანის მხარეში ხოლერა ძინვარებდა, განსვენებული უშიშრად და თავგანწირულად ემსახურებოდა ამ საშინელი სცენით შეპყრობილთ განურჩევლად მათი ჩამომავლობისა და სარწმუნოებისა. მისი თავგანწირულობა მოძმეთათვის, მისი მოურიდებლობა ამ საშინელი და მეტადრე მაშინ თავზარდამცემ სცენისა აცვიფრებდა ყველას, რაც ხაზგასმით აღნიშნულია თვით ყაზანის აკადემიის ისტორიაში. ეს ერთი ფაქტით ჩვენივრად ახასიათებს ყოვლად სამღვდელო ალექსანდრის ქრისტიანულ ცხოვრებას. ასეთივე დარჩა განსვენებული უკანასკნელ წუთამდე. ის თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში ამ ქვეყნად მრავალფერად ასრულებდა დიდ მცნებათა მოძმეთა სიყვარულისას. მისი ქველმოქმედება, მისგან აღდგენილი ქართველთა კულტურის მაჩვენებელი ნაშთები, მისგან გამოცემული საფრთხისმეტყველო და სამეცნიერო ჩვენ წინაპართა ნაწარმოები, მისი საფასით აღდგენილი მშობლიური გაალობა, მისი შრომა და სიკველე მამულის შვილთა აღზრდაში, ბერობის აღდგენა გაძლიერებისათვის ზრუნვაში და მრავალი სხვა მისი ამნაირი ღვაწლი ყველასაგან ცნობილია. მისი ღრმა სარწმუნოება ცხოვრებაში განხორციელებული სიყვარული სამშობლო ქვეყნისა ქრისტიანული სარწმუნოებათაგან მჭიდროდ შეკავშირებული. მისი პირუთვნელობა, უშიშრობა ამოსოფლის უფალთა და ძლიერთა მხილებაში და მრავალი სხვა მისი სათნოებანი სულის თვისებანი ხდიდა მას ნამდვილ წარმომადგენლად იმ ძველი ჩვენი წმინდა მამათა, რომელთა მრავალმხრივმა ღვაწმა დაიცვა ჩვენი სარწმუნოება, ენა და ეროვნება მოზოებულ აუარებელ მტერთაგან. ყველა ამაებზე უკვე ბევრი თქმულა და დაწერილა და მეც აქ არას ვიტყვი, მხოლოდ 2-3 სიტყვას, მხოლოდ იმაზე, რაც აქ არ თქმულა. მეც ბაძავა. წმინდა მამებს, ესე იგი, რას ამსამროსი, რომ რაც ვიცით იმაზე აღარ მოგეყვებით. რაც არ თქმულა იმაზე მოგეყვებით. და მეც აი მგონი ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო წმინდა ამბროსის სიტყვის საკითხვა. ვიტყვი 2-3 სიტყვას მხოლოდ იმაზე, რაც აქ არ თქმულა, განსვენებულის მოციქულებრივ მოღვაწეობაზე აფხაზეთში. ღმერთმა პირველ ხანებში მას არ გუნა სამსახური და მოღვაწეობა საქართველოს ამ განაპირა მხარეში ჯერ როგორც აფხაზთა შვილების აღზრდელს, შემდეგ როგორც მისიონერ ქადაგებელსა და ბოლოს როგორც მწყემს მთავარს. იგი მუდამ თავგანწირულად ემსახურებოდა აფხაზთა მოქცევის საქმეს, არ ზოგადად საკუთარ საშუალებას სკოლების დაარსებისათვის,
თავის ხარჯით ზრდიდა აფხაზთა შვილებს და ამზადებდა მათ მღვდლობის ხარისხში სამოღვაწეოდ. მედგრად იცავდა სამღვდელოების და სამწყსოს ინტერესებს, უხვად ეწეოდა ქვრივ ობოლთა, მის სამწყსოს შორის არსებობდა მამაშვილური დაფუძნებული ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულზე. მამაშვილური კავშირი. მას არ უყვარდა მდიდრული ცხოვრება. სორობდა თითქმის ეგრეთვე სადად, როგორც ერთი უკანასკნელი ღარიბი მის სამწყსოთაგანი. ეს სადა ცხოვრება, ეს ხალხთან სიახლოვე ხდიდა მას ნამდვილ ძველ მშობლიური ეკლესიის წყევსთავართან მსგავსად. მოვიყვან ერთ მაგალითს იმისას, თუ რანაირი გავლენა ჰქონდა განსვენებულს ამნაირ ცხოვრებას, განსვენებულის ამნაირ ცხოვრებას ხალხზეთ. რანაირი უზრუნველობა ჰქონდა დამსახურებული თვით მაჰმადიან აფხაზთა შორის. ერთხელ 1866 წლის ამბოხების ჩაქრობის შემდეგ აფხაზების უმრავლესობა იძულებული გახდა გადასახლებულიყო ოსმალეთში. ამ უბედურ დროს, როდესაც აფხაზთათვის ყველა ქრისტიანის სახელის მატარებელი საზღვარი იყო, მხოლოდ ყოლა სამღვდელო ალექსანდრის ჰქონდა აფხაზებთან კავშირი. მხოლოდ მას უზიარებდნენ. თავიანთ ჭირვარამს მას ენდობოდნენ. ამ ხანებში წყევსთავართან შემოდის ერთი მაჰმადიანი აფხაზი, სახელად ურუსი, თავისი 12 წლის შვილით. როდესაც ყოლა სამღვდელოს ჩვეულებრივი ალერსიანი კითხა ურუს მოსვლის მიზეზი უკანასკნელმა მოახსენა შემდეგი. შენთან მოვედი კეთილმწყემსო და მამაო. მე სამუდამოდ ვეთხოვები სამშობლოს. მივდივარ ოსმალეთში საცხოვრებლად და ჩემი ვაჟი უნდა დავტოვო შენთან. მეტი არა გამაჩნია რა. ცოლი და სხვა შვილები ადრე დავკარგი. არ ვიცი რა მომელის უცხო მხარეში, მაგრამ მაინც ვტოვებ ჩემს საყვარელ სამშობლოს. მე არ მინდა ჩემი უბედურება გაუზიარო ჩემს ერთადერთ შვილს. და შენთან მოვიყვანე მოწყალეო მამაო. ვიცი, მიიღებ აღზრდი ქრისტიანულად და იქნება ბედნიერი. თვალწრემლიანი მამა გამოეთხოვა საყვარელ შვილს, რომელიც განსვენებულის მეოხებითა და საფასით აღიზარდა, ანუ იშვილა ფაქტიურად. და მღვდლობაში დიდი სარგებლობა მოუტანა ქრისტიანობას აფხაზეთში. ამ ფაქტს განმარტება არ სჭირია. ამნაირი განწყობილობას სამწყსოსთან დიდი ნაყოფი მოჰქონდა. იწყეს აფხაზთა ქრისტიანობის მიღება, რომელიც კიდეც დამთავრდა თითქმის 80-იანი წლებში ნეტარხსენებული აფხაზეთის მეორე მოციქულის ეპისკოპოსი გაბრიელის დროს. გაბრიელ ქიქოძე იმერეთის ეპისკოპოსი, ესე წვინა მამა, წვინა გაბრიელი, ეს იგულისხმება ხა. ამის შემდეგ გამლო საკმარისმად, რომ ქრისტიანული საქმე პროგრესულად დენის ნაცვლად რეგრესულად მიმდინარეობს. უკანასკნელი ცნობებით რამდენიმე სოფელმა უკვე უარყო ქრისტიანობა. მიზეზი ცხადია. როგორ ლაპარაკობს, როგორი მანერა აქვს, როგორ აზროვნებს, საოცრება. წმინდესი ამბროსი. არ არიან ალექსანდრე გაბრიელისებრი მუსიკოსი. ნეტარხსენებულო მწყემსთავარო, სხვა შენი მრავალ მხრივ ღვაწლთან ერთად ამასაც არ დაივიწყოს ქართველიერი. აფხაზეთის ქრისტიანი ნაწილი და იქაური სამღვდელობა. განისვენე ქართველთა მამაო და კეთილო მწყემსთავარო, ზეგარდამო მადლით ცხებულო მოღვაწეო. აღმაშენებელად წოდებულ. განისვენე ამ შენგან განახლებულ გამშენებულ ტაძარში შიომღვიმის მონასტრის გამაახლებით და იქ არის დაკრძალული. ეს წმინდა ტაძარი იქნება საუკუნო შენგანვე შექმნილი ნივთიერი ძეგლი შენსაფლავს და ყოველ ქართულის გულში კი გედგმება სამუდამო უხილავი ძეგლი.
ილოცე ჩვენო ახალო ღვთის წინაშე შუამდგომელო. ილოცე სხვა ჩვენ წმინდა მამებთან ერთად სამშობლო მხარის ქრისტიანულად და კულტურულად აყვავებისათვის. ამინ. 1995 წელს შეირაცხა ალექსანდრე ოქროპირიძე წმინდანად. ეხლა გაჩვენებთ ფოტოებს. ეს უფრო შედარებით ადრინდელი ფოტოა მისი. თუმცა ესეც ყველაფერი არის ინტერნეტში, რა თქმა უნდა. ეს კი გვიანდელია უკვე. და აი კიდევ გვაქვს ახალი შექმნილი ხატი. ისი. და აი ეს ფოტო უნდა გაჩვენოთ. აი ეს არის უნიკალური ფოტო, როგორ შემორჩა საინტერესო. აი ნახეთ. აი ალექსანდრე ოქროპირიძე შუაში. ერთ მხარეს ილია ჭავჭავაძე. მეორე მხარეს ოლღა ილიაუბაა ეს. ილიაუბაა ცოტა ხნით ადრე ამ ორივეს გარდაცვალებამდე და აქ ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ეხლა ყველაფერს აღარ მოგიყვებით. ეს ფოტო ცნობილი ფოტოა. აი ალექსანდრე ოქროპირიძე. ილიასთან და ოლღასთან. აქ უორდროპების ოჯახი არის და რაღაცა ბევრი გამოჩენილი ადამიანი. შეგვეციოს წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის მადლი. და მე კი გადავდივარ, რა გითხრათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უდიდესი დღე არის დღეს, იმიტომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. დღეს არის წმინდა დიმიტრის ხსენება, წმინდა დიმიტრი თესალონიკელი, დიმიტრი მირონდინარე და მის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ეს არის თესალონიკის პარველი წმინდანი, ქალაქ თესალონიკის და ეს არის კიდევ რუსეთში წმინდა დიმიტრი ითვლება მეომრების პარველ წმინდანად და საერთოდ სამშობლოს დამცველთა პარველ წმინდანად. იმიტომ რომ ითვლება რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური მოვლენა რუსეთის ისტორიაში იყო კულიკოვოს ბრძოლა 1399 წელია ესა და აი ამ კულიკოვოს ბრძოლაში გამარჯვება დაკავშირებული არის წმინდა დიმიტრის სახელთან და აი ჩვენ ესე იგი ერთი კვირის წინ აღნიშნეს მიცვალებულთა ხსენება. ანუ როგორ არის ჩვენს ეკლესიაში საერთოდ მართლმადიდებლურ სამყაროში დაწესებულია წმინდა დიმიტრის ხსენება არის დღეს ანუ ეს არის 26 ოქტომბერი ანუ 8 ნოემბერი ხო აი ამის წინა შაბათი ყველგან არის მიცვალებულთა საყოველთაო ხსენების დღე და ეს დაწესდა კულიკოვოს ბრძოლის შემდეგ ჯერ რუსეთში და შემდეგ თელსოფლიოში გავრცელდა მოკლედ ეს ძალიან მოკლედ წმინდა დიმიტრის შესახებ და შესავალი რა ესე იგი რაც შეეხება ესე იგი ზოგადად წმინდა დიმიტრის ახლა კიდევ ერთი მცირე შესავალი მინდა გავაკეთო მის შესახებ ვიცით ძალიან ცოტა რა თვითონ უშუალოდ მისი ცხოვრების შესახებ ახლა მოგიყვებით ყველაფერს რაც ვიცით ძალიან ცოტა რა ვიცით და ძირითადად აი ეს საყოველთაო აღიარება წმინდა დიმიტრის ესე იგი ესე ამბობენ პირდაპირ წერია რომ ესე იგი წმინდა გიორგის შემდეგ არის ყველაზე მეტად აღიარებული და გავრცელებული ესე იგი წმინდა დიმიტრის სახელი ხალწერაში საერთოდ მოკლედ აი წმინდა გიორგის შემდეგ ერთად გამოისახებიან ხშირად და ესე იგი ანუ სხვანაირად ამბობენ ახეთ რომ მასზე უფრო ცნობილი არის მხოლოდ წმინდა გიორგი მოწამეთა შორის მაგრამ ეს ყველაფერი არის ცნობილი
და ეს მისი ესეთი გავრცელება, მისი თაყვანისცემის დაკავშირებული არის მხოლოდ უფრო მეტად, ესე რომ ვთქვათ, მისი ამ ქვეყნიური ცხოვრების დასრულების შემდეგ უამრავ სასწაულთან, რომელიც მან მოახდინა და ჩვენი საუბარი ძირითადად უფრო ამ სასწაულებზე იქნება. თუმცა მე ყველაფერს მოგიყვებით, რაც არის ცნობილი მის შესახებ და აი უშუალოდ გადავიდეთ, ესე იგი სამი წყარო, პირველ წყაროები, სამი რედაქცია არის ცნობილი მისი ცხოვრების, ყველაზე ადრინდელი პასიო პრიმა ესე ქვია, ანუ პირველი წყარო მე-9 საუკუნის თარიღდება და ყველა დანარჩენი მისი ცხოვრების რედაქციის საფუძველს წარმოადგენს. ნუ აი ამ ჯერ მოგიყვებით პირველ ვერსიას. პირველ ვერსია კი არა, ყველაზე ადრინდელი გადმოცემა რა არის მე-9 საუკუნის მოკლედ ამ წყაროს მიხედვით. ეს იყო ძალიან მგზნებარე, მკიმეუმარი იყო, მაგრამ ძალიან მგზნებარე მასწავლებელი იყო ქრისტიანული სარწმუნოების ქალაქ თესალონიკში და ესე მოხდა, რომ ამ დროს ჩამოვიდა რომის იმპერატორი გაიუს გალერიუს ვალერიუს მაქსიმიანუს. ნუ ხა რა არის ცით ამასაც ამ იმპერატორს ხო რამდენიმე სახელი აქვს, უფრო მოიხსენებენ გალერიუსით. აქ ცხოვრებაში მაქსიმიანუს ესე მოხსენებული 293-71 წლებში იყო. თუმცა მე მოგვიანებით სხვადასხვა წყაროებში ცოტათი ესე იგი სიზუსტე არა აქვს ამ იმპერატორის ხსენებას, ამიტომ მე როგორც იმპერატორს ისე მოვიხსენებ. ეს არის გალერიუსი ზოგადად როგორც არის ცნობილი. და დაიწყო ქრისტიანების დევნა უკვე თესალონიკში. და დანიშნული იყო გლადიატორების ბრძოლა და გლადიატორების ბრძოლის წინ პირდაპირ სტადიონზე, აი მოედანზე ქადაგებდა დიმიტრი და შეიპყრეს და დაამწყვდიეს შორი ახლოს ცხელი წყლები იყო და იქ აბანოები იყო და აი იქ აბანოებში მიწისქვეშ მოკლედ ჩაიყვანეს საპრობილეში და უთხრეს რომ შენი დროც მოვა არ ბრძალია ეხა და ესე იგი შედგა ესე იგი გლადიატორების ბრძოლა. და ამ წყაროთი მოკლედ არის, შემდეგ უფრო ცოტა ვცლად არის, წმინდა დიმიტრის ლოცვით ახალგაზრდა ნესტორმა, გლადიატორმა, ახალგაზრდა მებრძოლმა დაამარცხა გერმანელი, ლეო ერქვა სახელად ლეო, რომელიც იყო იმპერატორის რჩეული ფავორიტი, დიდი ტანის იყო, ძალიან დიდი იყო და არა ბუნებრივი ძალები, როგორც ჩანს რაღაც ჯადოქრობაც იყო თუ რაღაცა, მოკლედ რაღაც არაბუნებრივი ნიჭები ჰქონდა და ამითი ამარცხებდა ყველას არაბუნებრივი ძალით. მოკლედ ეს ლეო მოუკლეს იმპერატორს და ძალიან განრისხდა ეს იმპერატორი, განრისხებული დაბრუნდა, როგორი ხასიათზე იქნებოდა, დაბრუნდა დარბიმაში თავის სასახლეში და აქ უთხრეს სწორედ რომ აი ეს დიმიტრი რომელიც არის ჩამწყდეული იმის ილოს ოკურთხევით მოხდა ეს და გასცა ბრძანება იმპერატორმა რომ როგორც ლეო მოკლეს ისევე მოკლან ლახვარი ანუ შუბი ლახვარის ჩასწონეს ლახრებით მოკლან ღამე ქრისტიანებმა დაასაფლავეს წმინდა დიმიტრი იმ ადგილას სადაც მოკლეს ამ თერმებთან ახლოს და მოგვიანებით აქ დიდი სასწაულები მოხდა და ამის გამო ეპარქია ანუ ილირიკის ილირიკა ეს მხარეა საერთოდ ესე და ილირიკას კიდე არაერთხელ ვახსენებთ დღეს და ამის ეპარქმა ანუ მმართველმა რომელიც განიკურნა ანუ ეს მერე არის ესეც მოგვიანებით აქ ააშენა ეკვტერი მცირე ზომის ტაძარი რომელიც შემდეგ უკვე დიდ ტაძრად დღეს დგას იქ ძალიან დიდი ტაძარი წმინდა დიმიტრის თესალონიკში და თუ მოხვდებით აუცილებლად უნდა მოილოცოთ ეს ტაძარი მთავარი ცენტრალური ტაძარია თესალონიკში წმინდა დიმიტრის ტაძარი მეორე ვერსია ცოტა მოგვიანებითი პასიო ალტერა შუალედური
ცხოვრება დამატებით ცნობებს გვაწვდის რომ დიმიტრი იყო კეთილშობილი ოჯახიდან და ქონდა ძალიან კარგი კარიერა იმპერატორის სამსახურში როგორც სამხედრო პირს ხოლო დაიწყო შემდეგ ღია ქადაგება და ძალიან ბევრი ელინები ანუ ბერძნები მოდიოდნენ მის მოსასმენად და აი სწორედ ამ დროს იყო როდესაც იმპერატორმა ეს დაინახა თავისი თვალით და შეაპყრობინა და როდესაც ჩასვეს ეს ამ ციხეში, ეს აბანოებს ქვით ჰქონდა სარდაფები და იქ სარდაფში როდესაც ჩასვეს, გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც დაადო თავზე მოწამეობრივი გვირგვინი უთხრა და უთხრა რომ მისი ის მოწამეობრივად აღესრულებოდა. იქ არის კიდე ერთი სასწაული, რომელიც უკვე ციცოცხლეშივე მოახდინა, დეტალები ვეღარ მოვიძიე. ესე იგი, რაღაცა ეს იყო, რა ქვია. მორიელები იყვნენ იქა და ამან ჯვარი გადასახა და ეს მორიელი მოკლა, მოკლედ ესეთი რამ არის ცნობილი. შემდეგ მასთან მოვიდა იმაში ეს არის წინაღამე გლადიატორთა ამ შერკინების და ნესტორი მოვიდა მასთან აი ამ საპყრობილეში მოსანახულებლად ეს გლადიატორი ნესტორი რომელიც იყო მისი მეგობარი და სთხოვა რომელმაც თვითონ ამ ნესტორმა თვითონ წამოაყენა თავის ესე იგი მან გაბედა შებრძოლება მოკლედ ამ ლეოსთან. ლეო იყო ვანდალი, იმპერატორის საყვარელას ქვია, იმპერატორის საყვარელი მებრძოლი რა, მისი ფავორიტი. და რომელმაც ამ ლეომ რომში, სირმიაში, ანუ სერბიაში ეს ქალაქი და თესალონიკში უამრავი ადამიანი ყავს მოკლული, მოკლედ ამ ლეოს ამ შერკინებაზე და მოვიდა დიმიტრის თხოვა რომ შენ დამლოცე რომ მე ეს ლეო დავამარცხო. და დიმიტრი უწინასწარ მეტყველა რომ ლეოსაც მოკლავ და მოწამეობრივათაც აღესრულები. და როდესაც ნესტორმა ლეო დაამარცხა, იმპერატორმა კითხა რომ რა ჯადო გამოიყენე, იმიტომ რომ ის თვითონ ჯადოებს იყენებდა რა ეს ლეო. რა ჯადო გამოიყენე ასეთი მის წინააღმდეგო და ამან უთხრა ნესტორმა უთხრა რომ ლეო მოკლა ანგელოზმა რომელიც არის ანგელოზი დიმიტრის ღმერთის. აი ესეთი რაღაცა უთხრა. და ნესტორი მაშინვე თავი მოკვეთეს ქალაქ ესე იგი თესალონიკის დასავლეთ ნაწილში ოქროს კარიბჭესთან და მოკლედ შესაბამისად დიმიტრისაც მიუსაჯეს სიკვდილი, როგორც მოგახსენეთ, ისევე როგორც ლეოს ლახვით განგმირეს და ლუპი ქვია დიმიტრის მსახურს, რომელმაც მისი სისხლი მოაგროვა ოლარში, როგორც ჩანს სასულიერო პირი იყო ოლარი, ეს არის დიაკვანიც ხმარობს ამას ფრთასა ესე ჩამოკიდებული შესამოსლის ნაწილია და მუდელსაც ესე კისერზე ოლარი გადაკიდებული ორმაგად. ანუ ესე და ესე ოლარი. შესამოსლის ნაწილია, მოკლედ აი ოლარში მოაგროვა სისხლი. და შემდეგ და კიდევ დიმიტრის ერთ-ერთი სამხედრო ნიშანი იყო ხელზე ბეჭედი. აი ეს ბეჭედი ჩადო მის სისხლში. და შემდეგ აი ამ ნივთებისგან ამ პირველ რიგში რაც მაშინვე წამოიღო ეს იყო ეს ბეჭედი და ეს ოლარი აქედან ბევრი სასწაული ხდებოდა. და როდესაც ეს ამბები გავრცელდა, ლუპიც დასაჯეს სიკვდილით. შემდეგ აი ეს ლეონტი, ილირიკის ეპარქი, ანუ მმართველი,
მძიმესნეულებით იყო. ესე იგი მე მეორე ვერსიას გიყვებით შედარებით გვიანდელს. მძიმესნეულით იყო დაავადებული და ეს დააწვინეს ამ დიმიტრის საფლავზე და განიკურნა და იმის შემდეგ ააშენა მან ეს ტაძარი. მას უნდა წმინდა ნაწილების წაღება, მაგრამ თვითონ დიმიტრი გამოეცხადა ღამე და აუგრძალა და ამიტომ წაიღო მისი მოსასხამი სისხლით გაჟღენთილი. როგორც იწმინდა. და იმ ოლარის ნაწილი. შემდეგ, როდესაც ეს ბრუნდებოდა ილირიკში, ეს ლეონტი, დინარე დუნაი იყო ადიდებული და ვერაფრით ვერ გადადიოდა და გამოეცხადა მას პირდაპირ, გამოცხადება ჰქონდა, რომ აიღე ეს ვერცხლის სანაწილე, რომელშიც ეს ოლარი არის ჩადებული და ეს სიწმინდეები და გადადის ზღვაზე, მდინარეზე ნურაფს შეგეშინდება და მართლაც გადავიდა სრულიად უსაფრთხოდ. და შემდეგ ამ ადგილას ბევრი სასწაული მოხდა და ქალაქ სირმიაში შემდეგ ააშენა ტაძარი. და მესამე ვერსია ცხოვრების უკვე ღირსი წმინდა სვიმეონ მეტაფრასული, ანუ გავრცობილი ვერსია, ესეც მე-10 საუკუნეა და აღარ მოგიყვებით ძირითადად უნდა გადავიდეთ ახლა ჩვენ ვისაუბროთ იმ სასწაულებზე, რომელიც მოახდინა წმინდა დიმიტრი. გაცრავთ. პირველ რიგში ეს არის მირონი მოსდიოდა მის წმინდა ნაწილებს. ესე იგი თვითონ უშუალოდ გაშიშვლებული არ იყო ეს წმინდა ნაწილი მიწიდან ამოღებული, სავარაუდოდ სად იყო დასაფლავებული ამ ტაძარში. ეს ახლა 306 წელს მოხდა წმინდა დიმიტრის წამება და მე ახლა გიყვებით უკვე მე-10 საუკუნის ამბებს. როდესაც დიდი რაოდენობით გამოიყოფოდა იმ ადგილიდან მირონი, დიდი რაოდენობით ძალიან, ახლა მოგიყვებით რაღაც უსიამოვნებებიც არის მადა და მოკლედ დღესაც კი რომ მიხვიდე წმინდა დიმიტრის ტაძარში, ჩაგიყვანენ ქვემოთ ქვედა სართულზე ტაძრის და გაჩვენებენ მთელი კედელი როგორ არის დასრულებული. უფრო სწორედ დასრულებული კი აღარ არის, ახლა ესეთი დიდი რაოდენობით აღარ მოდის, მაგრამ არის ესე იგი ეს კვალი, ამ მირონის კვალი კედელზე. ხო და მოკლედ აქედან მოდიოდა ეს დიდი რაოდენობით ეს მირონი, რომელსაც აგროვებდნენ ამპულებში და ესეთნაირად ვრცელდებოდა ისა და მე-11 მე-12 საუკუნის ასეთი ამპულა არის, შუშის ამპულებია, წმინდა დიმიტრის გამოსახულებით ნაპოვნი. შემდეგ ბრძოლის წინ ამ მირონს იმდენი იყო, წარმოიდგინეთ, რომ მეომრები ისვამდნენ ტანზე მთლიანად. ეს მირონი, რომელიც მოდიოდა როგორც ზეთოვანი ნივთიერება ესეთი იყო, ზეთოვანი მირონი იყო, რაც მერე შეიცვალა, ხა ამასაც მოგიყვებით. მოკლედ ბრძოლის წინ ამას ისვამდნენ და ხა შედეგები არ ვიცი, არ წერია, მაგრამ ასეთი ტრადიცია არსებობდა. მაგრამ 1185 წელს დაიწყო უკვე რაღაცა ცვლილებები, იყო ეს რომ 1185 წელს ნორმანებმა დაიპყრეს თესალონიკი და ეს ნორმანები იყვნენ ველურები მაშინ და არ ვიცი ხა ვერაფრით ვერ ცდილობ რომ რაღაცნაირად ადამიანურად ავხსნა, მაგრამ არ არსებობს ახლა ამის მოგიყვებით ახლა რაც მოხდა რა. მოკლედ ესენი რომ შემოვიდნენ და თესალონიკი რომ დაიპყრეს, არ ვიცი რა შიმშილობა იყო ამისთანა და საერთოდ ეს საბერძნეთის ზეთის ქვეყანაა, ხო, ზეთისხილი და ზეთი არის ბევრი, მაგრამ როგორც ჩანს რაღაცა პრობლემა ჰქონდა და ესენი ამ მირონს იღებდნენ
ეს მოედინებოდა ეს მირონი და ქვაბებში აგროვებდნენ ამ მირონს და საჭმელს აკეთებდნენ ამ მირონზე. არ ვიცი ხა ენაც კი როგორ მომიბრუნდეს ახლა ამის სათქმელს, მაგრამ ესეთი რაღაცა ხდებოდა. კი არა და ტანსაცმელს ან ტყავს პოხავდნენ ამითი ფეხსაცმელსაც და იმას აი ამ მირონით როგორ ძეთით. იმიტომ რომ ესენი ურწმუნოები იყვნენ და ნუ აი უტილიტარული, ანუ ჩვეულებრივი გამოყენება ეთყობა სხვაზეთი არ შეშოვებოდა თუ რა იყო არ ვიცი და მოკლედ ამ ზეთით და კიდევ ალბათ პარფიუმის არომატი არ ქონდათ, თორე ვერ გააკეთებდნენ. ალბათ არ ვიცი, მოკლედ აი ვერაფრით ვერ დავაკავშირე ეს ამბავი. მოკლედ ეს. შემდეგ მე-14 საუკუნიდან ეს ზეთოვანი მირონი შეიცვალა წყლის მსგავსი, წყლის კონსისტენციის მირონი. ანუ წყლის მსგავსი სითხე გამოეყოფოდა, სხვათა შორის ესეთი შემთხვევა ჩვენ გქონდა წმინდა ნიკოლოზის შემთხვევაში, როდესაც წმინდა ნიკოლოზი ბარში გადაასვენეს და გახსნეს მისი სარკოფაგი წყალივით მირონი, ესე იგი ის იყო სითხე, რომელსაც გამოყოფდა წმინდა ნაწილები და ეს იყო როგორც წყალი ისე და დღესაც ესე გამოიყოფა, ეძახიან მირონს, მაგრამ ეს არ არის ზეთოვანი მირონი, რომელიც დღესაც წელიწადში ერთხელ ხსნიან, მცირე რაოდენობით წმინდა ნიკოლოზის საფლავიდან ამოაქვს და სხვა წყალში აზავებენ და ამას ესე არიგებენ შემდეგ თუ ყიდიან თუ რაღაც. ხო და აქაც მოკლედ ეს შეიცვალა იქ ითვლებოდა რომ სადაც არის დასაფლავებული ტაძარში იქ ჭა იყო, ახლა დღეს აღარ მახსოვს არის თუ არა და აი ამ ჭიდან იღებდნენ ამ წყალს რომელიც ივსებოდა მოკლედ ამ წმინდა დიმიტრის მირონით. და ესე ამბობენ რომ ამის მიზეზი აი ეს რომ მე-14 საუკუნეში ესეთი ცვლილება მოხდა, არის ის რომ 1224 წლებში ლათინებმა დაიპყრეს თესალონიკი და გაიტაცეს მთლიანად, ესე იგი ამოთხარეს როგორც ჩანს და წაიღეს წმინდა ნაწილები, წმინდა დიმიტრის სან ლორენცო ინ კამპო, ესეთი ქალაქია, სან ლორენცო ინ კამპო იტალიაში და იქ არის მონასტერი და აი მონასტერში გადაასვენეს მისი წმინდა ნაწილები. შემდეგ ესეც დაიკარგა იქ. დაიკარგა როგორ, ნუ დაასაფლავეს რაღაცა ქნეს და 1520 წელს მხოლოდ გახსნეს ხის კუბო, რომელშიც იყო ეს და ნუ შემდეგ ეს დადასტურდა, რომ ეს არის წმინდა დიმიტრის. რაც შეეხება ესე იგი ამ თესალონიკში წმინდა დიმიტრის ბაზილიკას 1493 წელია, ესე იგი მე-15 საუკუნის ბოლო როდესაც იგი გადააკეთეს მეჩეთად და საერთოდ შეწყდა ყოველგვარი მირონის დენა. ყველაფრის გამოყოფა შეწყდა ამ დროს. და ეხლა დღეს ესე იგი როგორ არის ხა მოგახსენებთ 1978 წელს უკვე ჩვენს დროში სან ლორენცო ინ კამპოდან თესალონიკში გადმოასვენეს ჯერ თავი წმინდა დიმიტრის ხოლო 1980 წელს დიდი ნაწილი მისი სხეულის რომელიც დღეს არის უკვე თესალონიკის ტაძარში, თუმცა ესე ამბობენ რომ 6 დიდი ფრაგმენტი ძვალი დაიტოვეს იტალიაში. აი ეს არის წმინდა დიმიტრის წმინდა ნაწილების შესახებ და მისი მირონის შესახებ და კიდევ ესე იგი რას ეკეთებენ იცით 8 ნოემბერს ანუ დღევანდელ დღეს ესე იგი ხსნიან წმინდა დიმიტრის სარკოფაგს და არ ვიცი როგორ აკეთებენ ასვენებენ თუ მოკლედ რაღაცა სითხე აგროვდება ან მე არ ვიცი ზუსტად ეს როგორ არის, ოღონდ აქ ესე წერია რომ სითხეს ამ წყალში რეცხავენ თუ არ ვიცი მოკლედ რაღაც სითხეს აიდანღაც იღებენ წყალივით, ამას კეთილსურნელებით აზავებენ და ამაში ასვენებენ ბამბებს და ამას ურიგებენ მორწმუნეებს და ჩვენც გვაქვს აი ესეთი გაჩვენებთ აი ეს ახლა ჯერ ცელოფანში მაქვს, მაგრამ მე გადავიტან ალბათ აი ესეთი ბამბა ამას ახლა აღარ აქვს მაგრამ ის კეთილსურნელობა თუ აქვს ნახო აი დანე თუმცა წმინდა დიმიტრის მინა ნაწილები გვაქვს ახლა გაჩვენებთ
იმას კი აქ კეთილს უნარდება. ჩვენ როგორ ჩანს იტალიიდან აგვაქვს. იქ რაც დარჩათ, აი შემდეგ ჩვენ იქიდან შეგვხვდა ეს და გეთოლირებული. დიდი ხანია გვაქვს სხვათა შორის, რაც დავიწყეთ წმინდა ნაწილების შეგროვება, იმის შემდეგ სულ ერთ-ერთი პირველი რაც მოგზანდა წმინდა დიმიტრის წმინდა ნაწილები იყო. და ეს ჭა როგორ ჩანს დღესაც არსებობს და დღესაც ამ ჭიდან წყალს იღებენ და შეიძლება ეს ის ჭისყალია, რომელიც ახლა გაჩვენეთ ბამბები. და კიდევ ადრე ქრისტიანული პერიოდიდან წმინდა დიმიტრის სისხლის თაყვანისმცემა არის გავრცელებული და არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამპულა, როდესაც გათხარეს წმინდა დიმიტრის შეისწავლეს მისი სარკოფაგი, აი აღმოაჩინეს ამპულა შიგნით გამხმარი სისხლით. დღეს ინახება ათონის მთაზე წმინდა ათანასეს დიდლავრაში სანაწილი არის, რომელშიც წმინდა დიმიტრის სისხლი ინახება. შემდეგ ვატოპედის მონასტერში არის სისხლიანი მიწა, სადაც დაიღვარა დიმიტრის სისხლი, ეს ინახება რელიკვარიუმში და შემდეგ კიდევ 1196 წლებში იყო მთავარეპისკოპოსი თესალონიკის ევსტათი, რომელიც ამბობს, რომ მირონთან ერთად სისხლით გამოდიოდა საფლავიდან. აი ეს არის მოკლედ წმინდა დიმიტრის შესახებ, რაც ვიცით და ეხლა გადავდივარ მე სასწაულების შესახებ. ესე იგი აქ ძირითადად ესე იგი აქ შინაარსობრივად არის დახარისხებული. რამდენიმე რედაქცია აქაც, რამდენიმე კრებული არის სასწაულების, ჩვენ მხოლოდ ერთ კრებულს გავეცნობით, სხვაგანაც არის კიდე ბევრი სასწაული, ყველაფერს ვერ მოვახერხებ რომ მოგიყვეთ, რამდენიმე სასწაულს მოგიყვებით, აი ამ პირველ კრებულში არის 15 სასწაული. ხო და შინაარსობრივად არის დაალაგებული, თუმცა შეიძლება და ქრონოლოგიურადაც დაგვევაგებინა, აქ უფრო აქცენტი არის, კურნება, ეშმაკების განსხმა და რასაორია ამ სასწauლებიდან ჩანს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა წმინდა დიმიტრის ქალაქ თესალონიკთან. ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, როგორი აი პირდაპირ დაუღალავი მზრუნველი იყო, ესე იგი ამ ქალაქის და ქალაქის იცავდა ამ ქალაქს სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირი თავდასხმებისგან და ესე იგი, ამიტომ ეს არის აი პირდაპირი მარტო ეს ვედრება კი არ არის ქრისტიანების, არამედ ეს არის რეალობა, რომ იგი ითვლება თესალონიკის მფარველ წმინდანად, მართლა მფარველი იყო ბოლომდე, ეხლა თქვენ ამაში დარწმუნებით. უძველესი კრებული ამ სასწაულების არის დაკავშირებული იოანე თესალონიკეში არის თუ არა შერაცხილი წმინდანად, მე-7 საუკუნეებში აი ამ მიჯნაზე იყო თესალონიკის მთავარეპისკოპოსი იოანე და მან აღწერა აი ეს 15 სასწაული. ძალიან დაძვლებთ. ეხლა ჩამოგიტყვით. პირველი იყო ეპარქი, ილირიკის ეპარქი იყო მარიანი ერქვა სახელად და ესე იგი ეს მარიანი იყო ძალიან ნებიანი კაცი რა. ესე იგი ეს გემოთ მოყარება თუ ნაყროვანება, ხორციელი ნებები და კიდე სხვა ცოდვები, რომელსაც ჩადიოდა, რის გამოც ძალიან დაავადდა ეს მარიანი და არაფერი აღარ შეულოდა, არანაირი მკურნალობა და მან ომულეთს ატარებდა რაღაცა მაგიურს და მოკლედ ეს მოიძრო და გადააგდო და
ღამე ამის შემდეგ წმინდა დიმიტრი გამოეცხადა, რომ ჩამოსულიყო, ესე იგი ეს თესალონიკში და მის საფლავთან, მის წმინდა ნაწილებთან მისულიყო და ღამე მართლაც მივიდა ესა და განიკურნა. შემდეგ იყო ერთი ხედართმთავარი, რომელიც ასევე ილირიკის ეპარქიის დაქვემდებარებაში იყო და დაეწყო, ესე იგი, ძლიერი სისხლდენა მუცელში, და არანაირი წამალი არ შველოდა და კარგი ადამიანი იყო, ძალიან და მთელი ქალაქი გულშემატკივრობდა და ბოლოს მივიდა ტაძარში. ქალაქში ეს მგონი ამ სირმიაში იყო, ილირიკში, მივიდა ამ ტაძარში და არა, თესალონიკში და გამოეცხადა და რო იკითხა ვინ არის, უპასუხეს, რომ ესე იგი გამოცხადება ქონდა წმინდა დიმიტრის და უთხრეს რომ ეს არის წმინდა დიმიტრი თესალონიკელი და შემდეგ განიკურნა ესეც. შემდეგ 586 წელია, ეს რაღაც აბედისწერო წელია თესალონიკისთვის, თავდასხმა, ესე იგი ვანდალებიდან, რა ვიცი. ვანდალები და სლავები ყომები ესხმოდნენ თავს და აქ ხო გითხარით, ეხლა ეს თანმიმდევრულად კი არ არის, აი რა არის შემდეგ მოხდა. უბრალოდ შინაარსობრივად არის და 586 წელია მოკლედ და შავი ჭირის ეპიდემია არის თესალონიკში. და ბავშვები იხოცებიან, მეომრები, მმართველები, ხელისუფლება, ყველას ეხება, მოკლედ რა. და ესენი შევიდნენ, ყველა ბოლოს მოიფიქრა და შევიდა ტაძარში, წმინდა დიმიტრის ტაძარში, მთელი ქალაქი და ილოცეს და ვინც ილოცა დილით რომ გამოვიდა, განკურნებული იყო ავადმყოფობისგან და ვინც სახლში დარჩა და არ მოვიდა, ესენი გარდაიცვალნენ მოკლედ. შემდეგი სასწაული კი არის დემონებზე. ეშმაკეული მეომარი მიიყვანეს ტაძარში, რომელსაც არ შეეძლო ლოცვების წარმოთქმა და დატოვეს ამ ტაძარში და დილით აბსოლუტურად განკურნებული დაუბრუნდა ეს მთელი აზროვნება. შემდეგ მეხუთე სასწაული ეხება, ესე იგი, წმინდა კი არა, იმპერატორი არის მავრიკიუსი 582-602 წლები და მან მოთხოვა მთავარ ეპისკოპოს ევსევის წმინდა დიმიტრის წმინდა ნაწილები ომში მივდივარო და გამატანეო რომ გავიმარჯვო და ამან უთხრა ევსევი რომ არ შეიძლებაო ესო, არ შეიძლებაო შენ წინა იმპერატორმაც დააპირაო ამის გაკეთებაო და არ ქონდაო ლოცვა-კურთხევაო და ამან მაინც დააპირა და დაიწყო გათხრა, უბრძანა რომ გათხრებსო ტაძარი და ამოვიღოთ მიწიდანო და ცეცხლი ამოვარდა წმინდა დიმიტრის საფლავიდან და ხმა იყო წმინდა დიმიტრის, რომელმაც აუგრძალა იმპერატორს ამის გაკეთება. შემდეგ ვერცხლის საყდარი, რაზეც სავარძელი რა. ტაძარში მოხდა წმინდა დიმიტრის ტაძარში იყო ხანძარი. და ესე იგი კივორიუმი, ამ სიტყვას ჩვენ ბევრჯერ გამოვიყენებ დღეს, კივორიუმი, ეს არის ბერძნული ტრადიცია და რუსეთშიც არის ჩვენთან ნაკლებად, თუმცა ჩვენთანაც შეხვდებათ აქა-იქ. ეს არის მაგალითად ტრაპეზზე არის ხოლმე ხშირად, აი საკურთხეველში ხო არის ტრაპეზსაც წირვა ხდება. აი მის თავზე სვეტებიანი გადახურული რაღაც ესეთი ნაგებობა იდგმება ხოლმე, თუმცა ასეთი კივორიუმი არსებობს მაგალითად საფლავზე ტაძარში შიგნით და უფრო სხვადასხვა ზომის არის ხოლმე და აქ ხშირად არის ნახსენები რომ დიმიტრის საფლავზე კივორიუმი იდგა და რომ კარები ქონდა ამას. თუმცა შეიძლება კარები არ ქონდეს. ესეთი მცირე გადახურვა, ესე რომ ვთქვათ,
სამების ტაძარშიც არის ახალი ჩვენი სამების ტაძარში ცენტრალური ხატის თავზე მაგალითად. და ნუ მოკლედ ხაძარი რო გაჩნდა ეს კიურიუმი თავარი ნუ ძალიან ლამაზად იყო გაკეთებული და და ნუ ხაძარმა დაიმასქნა რა ქვია ეს ვერცხლი დაადნო და ნუ თან ახლა ესე დიდნები არ იყვნენ ეს ხალხი იქა და არც ეკლესია და მთავარ ეპისკოპოსმა ევსევი ვინც უკვე ვახსენეთ გადაწყვიტა რომ ვერცხლისგან გაკეთებული ვერცხლით შემკობილი საორძელი იყო და ეს ვერცხლი დაედნო რომ ეს კიურიუმი აღედგენა მაგრამ ერთ-ერთმა მღვდელმა უთხრა რომ ქონდა გამოცხადება წმინდა დიმიტრის რომ არ გააკეთოს ეს არ მოკიდოს ის არ დაადნოს ის საორძელი და მე ამან არ დაუჯერა და მაინც დააპირა მე მეორეჯერ იყო და მე მესამეჯერ იყო წმინდა დიმიტრის გამოცხადება და უთხრა ცოტა ხანი დამაცადეთ და მართლაც ამ ეპისკოპოსთან მოვიდნენ რამდენიმე შემომწირველი და უთხრეს რომ ჩვენ შემოგწირავთ ამის ვერცხლს რომ ეს კიურიუმი აღადგინა შემდეგი სასწაული ხავ მოგიყვებით ნათე იყო ნათე ონისიფორე ერქვა სახელად და ეს ნათეს რაღაც შეეპარა რაღაცა სცენი რაღაცა მოკლედ სანთლებს იპარავდა რა სანთლებს იპარავდა და ყიდიდა და ამ ფულს ითვისებდა და წმინდა დიმიტრი უთხრა ონისიფორეს რომ ნუაკეთ გამოცხადება ქონდა ნუაკეთებო და მაინც არ გაიგონა და ერთხელაც რომ აი ამ კიურიუმიდან ანუ ამ საფლავიდან რომ დააპირა საფლავების აღება ძალიან ესე ვრისხანე ხმა გაისმა თვითონ საფლავიდან ქვემოდან დიმიტრისი და ამას გული წავიდა შიშისგან და შემდეგ ცოტა რომ გამოფხიზდა მოინანია ეს ცოდვა და მოკლედ დაანება თავი ამ ცოდვილ ცხოვრებას შემდეგ არსებობს კიდევ ესეთი შემთხვევები, რომელსაც წმინდა დიმიტრი ეხმარებოდა შიმშილის დროს თავის ქალაქს. ანუ ისევ ის 586 წელია ამ ვანდალების შემოსევაზე მე ბოლოში მოგიყვებით. თვითონ შემოსევაზე და მოკლედ ამ ვანდალების შემოსევის შემდეგ მათ გაანადგურეს, როდესაც ესენი წავიდნენ შემდეგ და უკან იქცენ. გაანადგურეს ნათესები, მთელი მარაგი საკვების და ფაქტიურად ძალიან სერიოზული ესე იგი საფრთხე იყო შიმშილის. და წმინდა დიმიტრი გამოეცხადა გემის კაპიტანს სტეფანე ერქვა სახელად და რომელსაც კონსტანტინოპოლში მიდიოდა დატვირთული სურსათით რომ ესე იგი გაეყიდათ ეს პური და რაღაცა და უთხრა რომ თესალონიკში წავდიოდა მართლაც მოვიდა და ესე თქვა რომ მე დიმიტრიმ გამომაგზავნა და ჩამოიტანა ეს და ასეთი შემთხვევა კიდევ გამეორდა უკვე ცოტა გვიან 610 წელს ვაჭრებს გამოეცხადა და უთხრა რომ ჩაიტანეთ პროდუქტი თესალონიკში. შემდეგ ევტაქსია, ქალბატონ ევტაქსიაზე, დიდებულ ქალბატონ ევტაქსიაზე არის ეს შემდეგი სასწაული და იმპერატორი ფოკას დროს ხდება, ესე 602-610 წლებია. საშინელი ომი იყო კილიკიაში, ნუ მახლობლად. და შემდეგ გადმოვიდა ეს ომი, ესე იგი სამოქალაქო ომი იყო ძირითადად ილირიკში და თესალონიკშიც. და ერთხელ ვიღაც უცხო ადამიანი იყო, რომელიც არ იყო თესალონიკელი და თესალონიკში ნუ რო იკითხა სად და უთხრეს რომ აი წმინდა დიმიტრის ტაძარში და შევიდა ამ ტაძარში. და ძალიან დიდი
ეს გამოცხადება ქონდა პირდაპირ იქ უნდა მისულიყო და რო იკითხა რა არის ეს კიორიუმი ესე იგი და უთხრეს რომ ეს არის წმინდა დიმიტრის საფლავი და მან ესეთი რამე გააკეთა რომ მივიდა ეს ხდება სიზმარში უნდა ეს ყველაფერი ეს გამოცხადება აქვს რომ მივიდა ამ კიორიუმთან და რომ შეიხედა შინ ხედავს ესე იგი ვერცხლის საორძელია რომელიც გვახსენეთ და კი და იხილა თამას სიზმარში ტრაპეზი კიდევ იქა და ნუ საყდარი ულამაზესი და უძურფასესი ქვებით შემკობილი და ნუ ამის დეტალური აღწერა არსებობს სხვა შორის და აი ეს აღწერა ითვლება რომ ყველაზე კარგი აღწერა არის აი ამ კიორიუმის როგორი იყო ეს თავის დროს და ხედავს რომ აქ ამ საყდარზე ამ თემაზე საوارძელზე ზის წმინდა დიმიტრი და ვიღაც ქალბატონი ზის კიდევ შორიახლოს და ძალიან ლამაზი და ძალიან ესეთი შვენიერი ქალბატონი მოკლედ რა და ესე იგი ეს ხედავს ამას რომ ეს წამოდგა ეს ქალბატონი და გავიდეს ამ კიორიუმიდან და წმინდა დიმიტრი მთხოვა რომ არ წახვიდე დარჩი შენ ამ ქალაქს ჭირდები და რო გაიგო ამისი სახელი ევტაქსია ღვთის მიერ მოვლენილი ევტაქსია შემდეგ რომ მოყვა ეს ისმარი აუხსნეს რომ ბერძნულად ევტაქსია ნიშნავს კეთილ მოწესეობას აი კეთილ წესს და რომ ეს კეთილი წესი არ წასულიყო თესალონიკიდან აი ამ ომის დროს რომ შეენარჩუნებინა ქალაქს აი ესეთ ამბებს გიყვებით ესე იგი ფაქტურად ეს ყველაფერი არის ერთი რაღაცა რა წმინდა დიმიტრის კონტაქტი ქალაქთან შემდეგ ილირი 586 წელია ისევე ვინმე მედიდური და ესეთი ხალხთმოძულე რა მოკლედ ეპარქი მართველი ყავს ილირიქს და იქამდე მივიდა რომ დაიწყო ღვთისგმობა ამან რის გამოც იყო დასაჯა ღმერთმა და გამოუგზავნა ესე იგი ეს აუტყოფობა საშინელი წყლულები გაუჩნდა სხეულზე რის გამოც იგი საშინელ სინანულში ჩავარდა მოინანია და შესთხოვა შენდობა წმინდა დიმიტრის და განიკურნა შემდეგ ამ კიორიუმის შესახებ არის კიდევ ესე იგი ესეთი რაღაცა მოხდა რომ ეს ხანძარიც ვახსენეთ ეხლა ეს ძნელი სათქმელია ერთი ხანძარი იყო თუ რამდენიმე მაგრამ მოკლედ აი ამ ხანძრის დროს ისეთი დიდი ხანძარი იყო რომ ეს კიორიუმი იყო ძალიან ძვირფასი და როგორც წყალი ეს ვერცხლი ისე მოედინებოდა რა ხო და ნუ მიწაზე იატაკზე და ნუ ბევრი ხალხი იყო ამ დროს და ეს ღვთისმსახურები ძალიან შეშფოთდნენ ერთი რო ეს დაიწყო ხო მაგრამ მეორე რო ეხა ეს ხალხი თუ ამ გამნარ ვერცხლს ჩუმად ჩაიდებდა ჯიბეში მერე და წაიღებდა ნუ გაიძარცვებოდა ტაძარი არა და ამდენ ხალხში როგორ გინდა გააკონტროლო ესა და აღარ იცოდნენ რა იქნა და წმინდა დიმიტრი გამოეცხადა ერთად ბრძოლსახურს და ეს რაღაცა უთხრა რომ დაიყვირეო ეხა სასწრაფოდ თქვიო რომ ვანდალების შემოსევაო რომ მტერი შემოესია თესალონიკს რომ სასწრაფოდ ქალაქის კედლებზე უნდა წავიდეს ყველაო და ყველას დაავიწყდა ეს ვერცხლი ვიღაც აიღებდა და იმის გაციებას ვინდა ელოდებოდა და გაიქცა ყველა ესე იგი და ეს ტაძარი დაცარიელდა ეს ვერცხლი გადარჩა მაგრამ აღმოჩნდა რომ მართალი ამბავი ყოფილა რომ ჩუმად ეს მტერი მოდიოდა ჩუმად უნდა შემოპარულიყო და ესენი რომ გავიდნენ ქალაქის კედლაზე დაინახეს ნუ ატყდა მთელი დღე ბრძოლა იყო და მოკლედ ეს მტრები განდევნეს აი ესე გადაარჩინა ქალაქი შემდეგი სასწაული მე-13 სასწაულზე მივედით უკვე ქალაქის ალყა ჰქონდა შემორტყმული და თესალონიკს და ესე იგი ავარები შემოესწინა ნუ ეს ბევრი სხვადასხვა ის არის რა თქვა ვანდალები ავარები ეს ამ ავარების ბელადი ვინც იყო ამას სლავები ყავდა დაქვემდებარებაში და უამრავ დიდი ლაშქრით შემოესია მოკლედ თესალონიკს და ისე მოხდა რომ
მოკლედ ძალიან სწრაფად მოუახლოვდნენ ესენი და ანადგურებდნენ გზაზე ყველაფერს ეს ლაშქარი. და თესალონიკე არ იყო მზად ამათ დასახვედრად და დიმიტრიმ არ ვიცი რა გააკეთა რაღაცა ნისლი მოულინა თუ რა იყო. მოკლედ ამათ ეგონათ რომ თესალონიკში არიან უკვე და სხვა ციხესიმად დახსენებია სახელით უბრალოდ არ დავემახსოვრე თვითონ და ესე იგი იმ ციხეს შემოერტყენ მთელი ღამე ესე იგი ალყა დაარტყეს და რო გაცენდა მე მივხვდნენ რომ სხვაგან იყო და მე რაღა დროსი იყო წამოვიდნენ მაინც თესალონიკეზე მაგრამ ამასობაში ესე იგი თესალონიკე მოემზადა და შემდეგ როდესაც ესენი მოვიდნენ ტაძარს ქალაქს რო შემოერტყენ გამოჩნდა ესე იგი ქალაქის კედელზე მეომარი ძალიან ძიმე საჭურველი შემოსილი ეს იყო წმინდა დიმიტრი რომელმაც ლახვარი ანუ შუბის ტყორცნა პირველ კიბეებით ამოდიოდნენ ქალაქის კედელზე და პირველივე მეომარს ესროლა ეს შუბი მოკვდა და ეს რო გადავარდა მოკლედ ეს მთელი ეს მეომრები გადაიყოლა თან და ასეთნაირად მოკლედ ამათ შეეშინდათ და დაიხიეს უკან და შემდეგ კიდევ ერთი აი ამ შემოსევის დროს კიდევ ესეთი ამბავი მოხდა, თუმცა ეს როგორც ცალკე სასწაულისია, სანამ ესენი შემოვიდოდნენ მოკლედ ეს ბარბაროსები. მთავარ ეპისკოპოს ევსევის ჰქონდა ესეთი სიზმარი, რომ იმყოფებოდა თეატრში, როგორც არსებობდა მაშინ ეს თეატრები და ვიღაც მომღერალი აპირებდა რომ ემღერა მის შესახებ და ასევე ქალიშვილის შესახებ ქალიშვილი რომელიც იყო თესალონიკე შენი ქალიშვილი თესალონიკის შესახებ უნდა მემღერაო სიზმარში უთხრა რა და ამ ევსევის ამ სიზმრების რაღაცა გამოცდილება ქონდა როგორც ჩანს და თქვა რომ ეს ნიშნავს რომ რაღაც უბედურება უნდა ეწვიოსო ჩვენს ქალაქს და დაიწყო ლოცვა დღედაღამე ლოცულობდა თვითონაც და ყველას მოუწოდა ხოლო როდესაც ეს ბარბაროსები შემოესწიენ ამ ქალაქს ეს ალყა დაარტყეს ეს მიხვდა რომ აი ამ მომღერალის სიმღერა ამას მოასწავებდა და ესე იგი არ ქონდა ქალაქს არავითარი არც ფული, არც ჯარისკაცები ყოფნი და რომ ესე იგი ეს შეტევა მოეგირებინათ, მაგრამ ესე იგი უეცრად კედელზე, ქალაქის კედელზე, ეს განიერია ხო ეს კედელი. გამოჩნდა რაღაცა მეომართა დასი. და მე როგორც გაირკვა ესენი იყვნენ ანგელოზები რომელიც უფალმა გამოუგზავნა წმინდა დიმიტრის ლოცვით და ამ ლაშქარს შემდეგ ჩაუდგა ესე იგი ესენი გულგახეთქილები გაიქცენ ესე იგი ეს ლაშქარი და ამბობდნენ რომ დაინახეს ვიღაც ხედარი ანუ წმინდა დიმიტრი ჩაუდგა ამ ლაშქარს სათავეში და ესენი ამათმა რომ ეს დაინახეს გულგახეთქილები გაიქცნენ ეს ბარბაროსები და გზაში ერთმანეთს ხოცავდნენ გონება ქონდათ არეული რა და ეს იყო ვიღაცო თეთრ ცხენზე და თეთრი შესამოსლით ეს მოხდა 22-29 სექტემბერს 586 წელს და ბოლოს კიდევ ერთი სასწაული უნდა მოგიყვეთ ის დრო არის ის პერიოდია ეს დაითვლება რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწაულია ეს ალყის მესამე დღე არის და ერთ-ერთი ამ ტაძარში ლოცვა მიმდინარეობს და არისტოკრატია ვიღაც თესალონიკელი და გაიგონა კაკუნი ამ კიორიუმზე შიგნით იყო შესული და ეს იყვნენ ანგელოზები
და ამის შემდეგ, ამ კაკუნის შემდეგ, როდესაც კარი გააღეს, ვერ გაიგეს თავიდან რა იყო, დაინახეს წმინდა დიმიტრი ამ კიორიუმში წინავდა და მასთან ერთად იყვნენ ანგელოზები და დიმიტრი მკითხა ანგელოზებს ანგელოზები ეუბნებიან დიმიტრის რომ ეს ღვთისმიერ გამო ეს დაინახა ხალხმა და მოისმინა რომ დატოვე ტაძარი და დატოვე ქალაქი იმიტომ რომ ბარბაროსებმა უნდა გააოხრონ ეს ქალაქი და დიმიტრიმ უთხრა ანგელოზებს ამ ორ ანგელოზს რომ თუ შეიძლება უფალს გადაეცითო ღმერთს უთხარითო რომ ვერ წავალო მე ამ ქალაქიდან თუნდაც რომ ესე მოხდესო მე ჩემ ქალაქს ვერ დავტოვებ საოცარი ამბავია რა და ამის შემდეგ მოკლედ ანგელოზები გაქრენ და დიმიტრი ისე თავის საფლავში ჩავიდა და დილით კი ეს ბარბაროსები გაიქცენ და აქედან მოდის აი სწორედ ეს სასწაული არის ყველაზე მეტად ცნობილი და აქედან მოდის ეს დიდი რწმენა და ნუ ესა რომ დიმიტრი არის ქალაქის დამცველი აი ამის შემდეგ მოხდა ეს ნუ არსებობს კიდევ როგორც მოგახსენეთ მეორე კრებული და კიდევ მესამე კრებული რომელიც ნუ თუ დაინტერესდებით შეიძლება ამას მოძიება და კიდევ რაც ვერ მოახერხე ამ დღევანდელი დღისთვის ქართული ტექსტები გვაქვს ოღონდ არ არის გამოქვეყნებული არის ხელნაწერებში ალბათ ადრე თუ გვიან ამ ტექსტებსაც მოვიპოვეთ წმინდა დიმიტრის შესახებ განსაკუთრებით მისი სასწაულების შესახებ და კიდევ მინდა გითხრათ რომ დასავლეთში არის ნაკლებად გავრცელებული მიუხედავად იმისა რომ წმინდა ნაწილები იყო მაინც ეს უფრო აღმოსავლეთი სამყაროს ქრისტიანია ბიზანტიის იმპერიის ალბათ იმიტომ რომ ეს სასწაულები გავრცელდა ამათ შესახებ უკვე მერე გვიან გაყოფის შემდეგ შეიძლება ამიტომ არ ვიცი მოკლედ ეს არის მე-6 საუკუნის წმინდა დიმიტრის ამ ტაძარში რაც მოგახსენეთ არის მოზაიკები და უძველესი ეს მე-6 საუკუნის გამოსახულებები კი არ ჩანს კარგად მაგრამ მაინც იხილვება ხო აი კიდევ რამდენიმე გამოსახულება ეს სამი ერთად უბრალოდ დავალაგე სამი მოზაიკა არის აბა ეს კარგად გავაკეთოთ აი ესე გამოიყურება წმინდა დიმიტრი სხვათა შორის ზოგიერთ გამოსახულებაზე თხელი წვერი და პატარა ულოშებიც კი აქვს მაგრამ თითქოს ითვლება რომ ეს უწვერული იყო ეს არის მე-9 საუკუნე ბასილი მეორის მინოლოგიიდან როგორ მოკლეს ლახრით წმინდა გიორგი აი ეს არის წმინდა გიორგი და წმინდა დიმიტრი ერთად აი ეს არის წმინდა გიორგი აი ეგეთ აი ეს და იქ გვერდზე არის წმინდა დიმიტრი ხედრები ნუ ძალიან ბევრი გამოსახულებაა სხვა შორის მაგრამ ნუ მე ზოგიერთი ავარჩიე უბრალოდ ეს არის ბიზანტიური ხატი მინდა დიმიტრის მისი სახის გამოსახულებით ესეც არის ეს დაახლოებით მე-14 საუკუნეა დაახლოებით 1300 წელია ესეც იმდროინდელი ესეც მოზაიკური ხატია და აი ქართული ხატები ფრესკები ეს არის გელათი და ბოლოში არის ტაბაკინი ეს არის ტაბაკინი აი ეს არის ტაბაკინი აი ეს და ეს არის გელათის ფრესკები აი ესე და ეხლა უნდა გაჩვენოთ წმინდა ნაწილები გვაქვს წმინდა დიმიტრის აი ესეთი საკმაოდ აი ხედავთ ხო გაიახსენ და აი რაღაც ხთალის ურნელება აქვს ნამდვილად რა სხვა შორის ხშირად მაგრამ ხსნი ხოლმე და ხან აქ და ხან არ და აი როგორც ჩანს აი ეს სასწაული როა ეხლა შეიძლება
მოკლედ ეს იყო წმინდა დიმიტრის შესახებ ისი მოყოლა წმინდოდა და კიდევ ერთი წმინდანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, კიდევ ერთი წმინდანის შესახებ ეს არის წმინდა თეოფილე ნოვგოროდის ეპისკოპოსი და მის შესახებაც ძალიან ცოტა რამ ვიცით. ეს არის კიევის ხალხთა ღვიმეში განისვენებს. მე ხა გაჩვენებთ ეხა წმინდა ნაწილს, აი ეს არის მათი წმინდა ნაწილები კიევის ხალხთა ღვიმის, აი ეგ ნახეთ ეს არის აი გამადიდებელი შუშა მოძრაობს. მე მგონი ჩანს ხო იმედია. აი ეს არის რომელიც გადაადგილდება აქეთაც ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. აი ხა არის უბრალოდ აი აქედან ხო ჩანს ეს. ნუ ნამცეცია სინამდვილეში. აქ არის ისი წმინდა ნაწილი და ესე იგი თვითონ მის შესახებ. ეს არის 1484 წელი, როდესაც ის აღესრულა და ძირითადად მის შესახებ არის ცნობილი, რომ იგი ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი იონა იყო მანამდე, რომელმაც დააარსა ეგრეთ წოდებული ოტენის სამანე, რაღაც ესეთი გეოგრაფიული ადგილია ნოვგოროდთან ახლოს განყოფი, ესე ქვია, თავისებური სიტყვა რუსულათაც, რაღაცნაირი გეოგრაფიულად გამოყოფილი ადგილია და იქ ააშენა მან ეს ოტენის სამანე, დღეს აღარ არსებობს და იქ აღიზარდა და იქ აღიკვეცა ვერად და თავიდან სანამ ესე იგი სანამ ეპისკოპოსად გამოირჩევდნენ, იყო პროტოდიაკონი და იყო ესე იგი შესამოსელი ებარა, ეს დიდი თანამდებობა იყო მაშინ. როდესაც იონა გარდაიცვალა 1470 წელს მთავარეპისკოპოსი იონა ნოვგოროდის კენჭიყარეს და ეს გამოირჩიეს კენჭისყრით, ეს თეოფილე და მან კურთხევა ეპისკოპოსად კურთხევა მიიღო მოსკოვში მოსკოვის მიტროპოლიტი ფილიპე პირველი ესე აკურთხა. ხა ეს დეტალები კიდე იქ არის კიდევ ეს გამოსახულება მისი კურთხევის. ეს ჩანს ხო? აი ეს. მაგრამ ეხლა მე ესეთი ამბები მოხდა ამ ნოვგოროდში. ნოვგოროდში ჩამოვიდა ლიტვის მთავარი მიხეილ ოკელკოვიჩი, რომელიც აქ მოხდა მისი კორონაცია ამ ნოვგოროდში. ნუ აქ იყო რაღაცა პარტია ნოვგოროდში, ლიტველების მხარდამჭერი პარტია, რომელთაც უნდათ რომ ნოვგოროდი მოსკოვს გამოყოფოდა და ცალკე სამთავრო ყოფილიყო და ლიტვასთან ქონოდა კავშირი და აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. კაზიმირ მეოთხე იყო ლიტვის დიდი მთავარი. და მოკლედ აქ სახელებიც კი არის ვინმე მართა ბორეცკაია იყო ფაქტიურად ნოვგოროდის ბეძს განაგებდა ეს ქალბატონი და მოკლედ ესენი შეიარაღდნენ და მოსკოვის მთავარი იყო იოანე მესამე, რომელმაც შემდეგ გაილაშქრა ნოვგოროდზე. განსაკუთრებით იყო ვინმე ბერი პიმენი არის ცნობილი, რომელიც ამ ეპისკოპოსის, ჯერ ეს ეპისკოპოსია ნოვგოროდის, ამის წინააღმდეგაც ალაშქრებს ხალხს, იმიტომ რომ მან კურთხევა მოსკოვში მიიღო. ეს კი ცდილობს თეოფილე, რომ დააწყნაროს ეს ხალხი და აუხსნას, რომ ეს არ არის, არაპერსპექტიულია, ესე რომ ვთქვათ რა და გაილაშქრა მოკლედ ამ იოანე მესამემ და გააოხრა ეს ნოვგოროდი, ესენი ყველანი დაიჭირა, დაამარცხა ეს შეთქმულება და ერთადერთი ვისაც მოკლედ პირიქით მთავარ ეპისკოპოსად აკურთხეს ნოვგოროდის ეს თეოფილე. და ერთადერთი ვინც ამ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებს აწარმოებდა იყო სწორედ ეს თეოფილე. და შემდეგ 1-2 წლის შემდეგ მან შეადგინა დელეგაცია და ჩავიდა მოსკოვში სპეციალურად ივანე მესამესთან და თხოვა რომ ეს ტყვეები გაეთავისუფლებინა ნოვგოროდელები, ვინც ამ დროს შეიპყრო და ამან სასტიკი უარი უთხრა, ჩამოვიდა პირიქით გაათავისუფლა კიდე ერთხელ ააოხრა ეს ნოვგოროდი და მოკლედ
რომ საერთოდ მოესპო ეს ეროვნული მოძრაობა, მოკლედ ესე რომ ვთქვათ ამ ნოვგოროდში და ესეც გადააყენეს და ჩუდოვ მონასტერი ესე ქვია სასწაულის მონასტერი თუ რაღაცა მოსკოვში იქ დაამწყვდიეს ანუ დაამწყვდიეს მთავარ ეპისკოპოსი მონასტერში დააპატიმრეს და რაღაც დროის შემდეგ მან ესე იგი უკვე როგორც ჩანს სიკვდილის მოხლობა იგრძნო წერილი ესე იგი ითხოვდნენ ესენი და მან დაწერა წერილი რომ გადადგომის რომ გადადგა ეპისკოპოსობიდან და შემდეგ ქონდა გამოცხადება რომ წასულიყო ანტონი კიევის ყოფთამღვივიდან გამოეცხადა და შეახსენა რომ შენ შეპირებული იყავი რომ ჩვენთან ჩამოხვიდოდი მოსალოცად და მან გადაწყვიტა წასულიყო კიევში წავიდა და გზაში გარდაიცვალა თუმცა გარდაცვალების წინ ქონდა გამოცხადება რომ მიუხედავად იმისა რომ შენ ვერ ჩამოხვედი რომ შენ ეს მონასტერი მეგიღებს რომ შენი ადგილი განსასვენებელი აქ იქნება რომ ღვიმეებში დაიკრძალები და ახლა მშორეულ ღვიმეებში ესე ქვია იქ არის დაკრძალული და ის რომ ეს წმინდანად არის შესაჩერაცხილი ესეც ახლა აი წმინდა დიმიტრის გავსად მოკლედ სიკვდილის შემდეგი სასწაულების მიხედვით რომელიც აი ამ წმინდა ნაწილებიდან აღესრულებოდა ამის გამო არის შერაცხილი და ეს 19 საუკუნის გამოსახულება არის აი წმინდა თეოფილე ნოვგოროდში აი ესე გამოიყურება ეს მე კი დღეს ამითი დავამთავრებ წმინდა ნაწილი უკვე გაჩვენეთ ამითი დავამთავრებ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დღეს არის ხსენება წმინდა ევარისტე რომის პაპის ეს არის 65 საუბარი დღეს ვისაუბრეთ ჩვენ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძეზე და წავიკითხეთ წმინდა ამბროსის სიტყვა მის დასაფლავებაზე შემდეგ გესაუბრეთ წმინდა დიმიტრი თესალონიკელის შესახებ და ბოლოს კი მოგიყევით წმინდა თეოფილე ნოვგოროდელი ანუ პეჩორელი ანუ კიევის ყოფთამღვივში დავანებული და ამითი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი